მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მოცემულ მომენტში ჩემს მეოთხე განზომილებაში და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. როგორც გაირკვა მეოთხე განზომილება, ეს ყოფილა გადასასვლელი ხიდი მესამედან მეხუთე განზომილებისაკენ. ის რომ ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, მე მგონი ყველა მხრივ ცხადია. როგორც პოლიტიკურად, ესე ფსიქოლოგიურად და რაც მთავარია ვიბრაციულად. დღეს ჩვენი ვიცით რომ სამყარო აკეთებს ნახტომს, სხვა ახალ ვიბრაციებში შევდივართ. ეს იგრძნობა როგორც ფსიქიკაზე, ასევე სომატიკაზე. ანუ ჩვენი სხეული ძალიან კარგად გრძნობთ ამას. ზოგ ადამიანს აქვს წნევის მომატება, ზოგს სახსრების ტკივილი, ზოგს კუნთების თავბროსხვევები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრს აქვს უნებლიე შარდვა ან შარდვის მომატება. ეს ყველაფერი არის თავდაცვითი რეაქციები ორგანიზმის და ნუ შეგეშინდება დროებითი მოვლენაა და დაკავშირებული არის ზუსტად ამ სამყაროს ვიბრაციულ ნახტომთან. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით ისიც, რომ ჩაირთო უკვე 5G, რომელზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე გადაცემა, მართალია ეს იყო სხვა არხზე, მაგრამ ჩემი მაყურებელი ალბათ თვალყურს ადევნებს ყურადღებით ჩემ გადაცემებს და ალბათ მოისმენდა ბევრი თქვენთაგანი იმ კომენტარებს და იმ ახსნა განმარტებას, რაც გააკეთეს კოსმონავტიკის, ფიზიკის, მათემატიკის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, მათ შორის ეზოთერიკოსებმაც. და ჩვენ ვეძებდით გზებს, როგორ დავიცვათ თავი იმისაგან, რა ზემოქმედებასაც აწარმოებს ჩვენზე, იქონიებს ჩვენზე 5G-ის ჩართვა, მთელი თავისი დიაპაზონით. ეხლა ჯერჯერობით ჩართულია ნაწილი, როგორც ვიცი, რაღაც მცირე დიაპაზონით და არ არის მთლიანად გაშლილი, მაგრამ უკვე ეს აისახა ადამიანების ჯანმრთელობაზე. და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ის საშუალება, რაც ჩვენ გვიცავს, რაც მე ვიპოვე და რასაც ჯერჯერობით მივაგენი, ამ ვიბრაციების ზეგავლენისაგან. ნუ რისთვის არის ეს ვიბრაციები უკვე ვიცით, მე მქონდა აქვე ერთ გადაცემაში იუვენ ჰარარის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ აზრების მეშვეობით უნდა შევიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ჩიპი, ანუ სენსორი როგორც ის ეძახის და შემდეგ ამ ვიბრაციების მეშვეობით მართოთ ადამიანი ძირითადად ფსიქიკაზე საუბარი, ვაკონტროლოთ და მართოთ. ანუ დაუქვემდებაროთ ჩვენს ნებასო. ეს რომ არ მოხდეს პირველი არის რა? პირველი არის ის, რომ რადგან ეს ძირითადად განხორციელდება ტელეფონების საშუალებით და ყველაზე მარტივი გზა პირდაპირ მოქმედების არის ტელეფონები, მობილურ ტელეფონებს გულისხმობ. ამიტომ უნდა ვთქვათ უარი 5G-ზე გადაყვანაზე ამ ტელეფონების. თუმცა დღესდღეობით რამდენიმე პროვაიდერი უკვე გადავიდა ამაზე, არამთლიანად და მოგვიწოდებს რომ გადავიდეთ და ამის რეკლამირება ტელევიზიითაც მიდის. აქ უნდა ვიყვეთ ფრთხილად, ანუ პირველი ესე იგი უნდა ვთქვათ უარი 5G-ზე გადასვლისა. მეორე ეს არის ძალიან უცნაური რამ. ჩინელებმა მოიგონეს ახალი საღებავი, რომელიც იცავს თითქოს ამ გავლენისაგან. როგორ იცავს, რა მექანიზმით? ის შეიცავს გრაფენს და გრაფენის oksids უფრო სწორად. და ჩვენ ვიცით, რომ ამ აცრების მეშვეობით, ახალი ტექნოლოგიის წყალობით ორგანიზმში შეგვიყვანეს, ვინც იყო აცრილი ნაწილს არა ყველას, შეუყვანეს ეს გრაფენის oksidy, რომელიც არის როგორც მიღლები ანტენად შეყვანილი ჩვენს ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმში და ზუსტად ის არის დამჭერი ამ ვიბრაციებისა, რასაც მოგვაწვდიან და რითიც შეეცდებიან ჩვენ მართვას და დაზიანებას. და ამას ქვია, ესე იგი, გრაფენის შემცველი საღებავი. ნუ შეგიძლიათ ეს ნახოთ კომპიუტერში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ლურჯი ფერი არის დამცავი ამ ვიბრაციებისაგან. აქ რა მექანიზმია, მე მართალი გითხრათ, ვერაფრით ვერ გავიგე და ვერ მივაგენი ამ ახსნას, მაგრამ ჩატარდა ექსპერიმენტები, თურმე ესე იგი ლაზერის სხივები და ვიბრაციების ზემოქმედება როცა ხდება გარემოზე, ადამიანებზე, მანქანებზე, სხვადასხვა საგნებზე, თურმე გადარჩენისკენ მეტი ტენდენცია გადარჩენისა აქ იმას
რაც არის ლურჯი ფერის. და ნახეთ თუ დააკვირდებით, გამოჩნდა უკვე ბევრი ლურჯი მანქანა, თუ ადრე შავი, წითელი, თეთრი, ასფალტისფერი, ესენი იყო მოდაში და პრევალირება იყო ამ ფერების. ეხლა ძალიან ბევრი გამოჩნდა ლურჯი ფერი. და ლურჯი ფერის ტანსაცმელი ასევე, როგორც ამბობენ, არის გარკვეულწილად დამცავი. გარდა ამისა, იგივე ჩინელებმა დაამუშავეს და გამოუშვეს ქსოვილები, რომლებიც შეიცავენ რაღაც ძალიან ძველ ნანოტექნოლოგიით მომზადებულ მეტალებს, რკინას და რამდენიმე სხვა მეტალს, რომელიც თქვენ არ შეგაწუხებთ ტანსაცმელში, თქვენ ვერ სიგრძნობთ მის არსებობას, მაგრამ დასვითი ფუნქცია აქვს ძალიან ძლიერი. აი შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ როგორც ფარდებად სახლებში, ასევე ტანსაცმელი შეიგეროთ ამისაგან. მე მინდა გითხრათ, რომ მე მახსოვს განსი რაღაცა უკვე 10 წელიწადია დაახლოებით, იმიტომ რომ რუსეთში დახურულ ინსტიტუტებში იყო შემუშავებული მსგავსი ტექნოლოგია და გამოუშვეს რამდენიმე პარტია, ისეთი ელიტარული მოსახლეობისათვის, საკმაოდ ძვირადღირებული იყო თავსაფარები. რაც იცავდა მართლა კარგად იცავს ნებისმიერი რადიაციისგან, მათ შორის ბზის გამოსხივებისგანაც. იმიტომ რადიაცია მარტო ხელოვნური არ არის ასევე ბუნებრივიც და ასევე არის ბუნებრივი ვიბრაციები, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ის რომ შეიძლება უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობის სითხე, ბევრი წყალი და მოერიდოთ ღია ადგილებში ყოფნას, როცა არის ესეთი შემოტევა ამ რადიაციების და ეს ახლა სხვათა შორის მთვარეზე და მზეზე აფეთქებებსაც არა მარტო ვიბრაციულ გავლენებს და არა მარტო რადიაციებს და ეს ახება იმ საშიშროებასაც, რომელიც შეიძლება დაგვიდგეს კაცობრიობას, ანუ მე ვგულისხმობ ახალი ტექნოლოგიების რაკეტების აფეთქებას. ეს ატომური ბომბის მსგავსი რაღაცების საშიშროება და ეს რეალობას წარმოადგენს. აი აქ თქვენ თუ შევხვდეთ კომპიუტერში, ამ შემთხვევაში თქვენ იხილავთ, რომ რადიაციისაგან დაცვის საშუალება არის კალიუმის იოდიდი. და იქ ურჩევენ ესე იგი იოდის მიღება ზოგიერთი, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. შეიძლება დაიზიანოთ უბრალოდ ჯანმრთელობა და არანაირ დაცვას ის იოდი არ გააკეთებს, მაგრამ კალიუმის იოდიდი ნამდვილად დაიცავს. მაგრამ მისი მიღება საჭირო არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უკვე არის რადიაცია, როცა თქვენ ნამდვილად იცით ამის შესახებ და რამდენიმე დღე, 4-5 დღე, მეტი რაოდენობით, ვთქვათ 10 დღესზე მეტი თუ მიიღეთ, მას შეიძლება უკვე თვითონ მოგცეთ რაღაც გართულებები. მაგრამ არის ჰომეოპათიური საშუალება და შეგიძლიათ ეს მოიმარაგოთ საქართველოში ესეთი აფთიაქი აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა აკადემიაში და დაიკეტა პანდემიის პერიოდში, მაგრამ შეგიძლიათ ჩამოვატანოთ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ქალაქიდან, ყველგან არის, იგივე რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში და ყველგან ამერიკაში და ევროპის ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა. ვიმეორებ კალიუმის იოდიდი. მე-6, მე-12 განზავებები. უფრო ძლიერი განზავება არ გინდა. დაიმახსოვრებ მე-6, მე-12 ნომერი კალიუმის იოდიდის. მე დაგვირდი თავის დროზე, როცა იყო ამის საშიშროება 1 წლის წინ და როცა დაიწყო უკრაინის ომი, რომ თუ იქნება ესეთი რადიაციული ამოფრქვევა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი აკადემია და ყველას დაგირიგებთ უფასოდ იმდაც, რამდენი საჭიროა. მაგრამ დღესდღეობით ვითარება შეიცვალა. მე ვიყავი იზოლებული, რომ დამეკეტა აკადემია, ბუნებრივია დაიკეტა ეს აფთიაქიც და ამის გაკეთების საშუალებას, თუმცა ტექნიკურად შეიძლება ამის გაკეთება, არავინ არ მოგცემ, შეიძლება დაგვიჭირონ პირიქით. ამიტომ ამაზე თავს შევიკავებ და ამიტომ გქონდებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ და თქვენი დიზაინით აი ამ თქვენს რადიაციულ გავლენისგან დასვაზე. მოდიში გიხდით იმისათვის, რომ პირობას ვერ ვასრულებ, მაგრამ ნახეთ რა სიტუაციაც არის გარშემო. და ერთ-ერთი კიდევ დაცვის საშუალება აღმოჩნდა შუნგიდი. მე ვიცოდი შუნგიდის სამკურნალო თვისებების შესახებ, ვიცოდი რადიაციასთან მიმართებაში, ვიცოდი რომ ის წმენს ძალიან კარგად წყალს და დიდი ხანია ხმარობ აი ამ შუნგიდს, წყალში ვდებ და რამდენიმე საათი დევს და შემდეგ ამ წყალს ვსვამთ, ძალიან კარგად აკეთებს არა მარტო ბაქტერიების, არამედ იმ ქიმიკატების, იმ ფტორისა და სხვა მინარევების
დეზაქტივაციას ვერ სპობს რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ილექებიან და იშლებიან ისე, რომ აღარ არიან მავნეები. თუმცა ამ წლის ბოლო რაღაც მეოთხეც აღავსვამდა ვაქცია. გარდა ამისა, მე გადავწყვიტე, კარგად რომ შევისწავლე ამ შუნგიტის თვისებები, გადავწყვიტე რომ შემეკვეთა შუნგიტის სკოლია. თქვენ ხედავთ მე მიგეთია, არის საკმაოდ ლამაზი და მიმართა ალბათოს, რომელიც ადრე მყავდა გადაცემაში, რომელიც გვესაუბრა ჩვენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებზე, ქვებზე, როგორც სამკურნალო საშუალებებზე და როგორც დამცავ საშუალებებზე, არა მარტო ჰოროსკოპის მიხედვით, არამედ სხვადასხვა უნივერსალური თვისებების მიხედვით. შევუკვეთე ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს მინდა გითხრათ, ესევე შევუკვეთე ბრასლეტი, სამაჯური ვაცრავად და შევუკვეთე საყურეები, რომლებიც ჯერჯერობით ვერ გამიკეცა, იმიტომ რომ კლიპსებს ხმარობ და შონგიტე ვერ მოარგო კლიპსებს, მაგრამ დამკვირდა რომ უახლოეთას ისიც მეწდება და ვარ დაცული. ავითვალისგანაც იცავს, როგორც არის ცნობილი ეს, ავითვალისგან გიჟერიც იცავს მარჯანი ასევე, მარჯანი და შავი ქვები ძირითადად. შავი შეფერილობის ტობა. შავი შეფერილობის ტობა შეგვეტყვი ალბათ და მე მინდა ის გვესაუბროს დღეს აი ამ შუნგიტის თვისებებზე და ვითხრას კიდე რა ქვებია, როგორ შეიძლება ქვების მეშვეობით დავიცვათ თავი ვიბრაციებისაგან. მოგესალმებით ხელმეწმენო მაია. ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და სიამოვნებით გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, იმიტომ რომ მართლა ძალიან კომფორტულად მინდოდა. ძალიან კარგად გარდერობს. შენ კი მეუბნებოდი რომ სხვა მოდელი აირჩიო, მაგრამ მე ჩემი გარდერობიდან გამომდინარე ეს მოდელი ავირჩიე და დიდი მადლობა. ძალიან კარგი. რომ კმაყოფილი ხარ. აბა მოგესალმე ახლა. კარგით. ძალიან პატარა შესავალს გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენი შუნგიტის თემა უკავშირდება აი ამ 5G-ს და ზოგადად ვიბრაციებს და ზოგადად გამოსხივებებს. აუცილებლად აღსანიშნავია ალბათ თქვენ სამეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა ზოგადად დაავადებების რიცხვმა, ხომ ასე არა და ცნობილია რომ აი უკვე წინა საუკუნის მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან ზვავისებურად იწყო მომატება ამ ნევროლოგიურმა, ავტოიმუნურმა, მეტაბოლურმა დაავადებებმა. მეორეს მხრივ ცნობილია ისიც რომ ინტენსიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნებისმიერი სახის იწვევს ცოცხალი უჯრედის, ასე ვთქვათ, ენერგოსადგურის მიტოქონდრიების დაზიანებას და დნმ-ის გახლეჩვას. ახლა მიტოქონდრიების ფუნქციებზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს და დეზოქსირიბონუკლეინის დანიშნულებაზე. შეთანხმებით დიდი ფუნქციებია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, და აი ამ ორ უნიშნელოვანეს, არა მარტო ამ ორს, ხვებსაც, მაგრამ ესენი ძალიან მნიშვნელოვანია იწვევს მათ დაზიანებას. და აი ხა თუ დავაკავშირებთ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან დაავადებების ზრდას და ელექტრომაგნიტური გამოსხივებების მომატებას, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გაძლიერებული ელექტრომაგნიტური ფონი არის აი ამ დაავადებების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი. ერთ-ერთი ძირითადი, რა თქმა უნდა, არა მარტო იქ ეკოლოგიაც არის და ასე შემდეგ და დაზიანებული, დაბინძურებული ბუნება და ასე შემდეგ, განსაკუთრებით მოიმატა აი ამ პანდემიის მერე და ვაქცინაციის შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს დნმ-ის ხელოვნური დაზიანება. გრაფენის ოქსიდს რო შეუყვან ადამიანს და ის რანაირ გამოსხივებას იჭერს და რა იმპულსებს იჭერს იმ თავის სხეულში უკვე არსებული ანტენებით, ამ გრაფენის ოქსიდის სახით ეს უკვე ცოტა საპროგნოზოა რა შეიძლება ამან გამოიწვიოს ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი. კარგი, მოკლედ ეს ზოგადი სიტუაცია ვიცით და ზოგადი სურათი როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ. ხა თქვენ ილაპარაკეთ რომ არის სხვადასხვა საშუალებები და შევეხეთ შუნგიც, ხო? ამიტომ მოდით ვთქვათ, რას აკეთებს ეს მინერალი, ასევე სხვა მინერალებიც არსებობს, რომლებიც მეტნაკლები ეფექტურობით ახდენენ ამ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნეიტრალიზაციას და შუნგიტი ეს არის
ყველაზე იაფი და ეფექტური დაცვა აი ამ მავნე გამოსხივებისგან და რადიაციისგან. ეს არის ბუნებრივი მინერალი, ძლიერი ამრეკლავი ეფექტით და როგორც ვთქვით, ის ანეიტრალებს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, მიკროტალღურ გამოსხივებას და ეს ბუნებრივი მინერალი მოიპოვება ამჟამად დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას კარელიაში და მისი ასაკი განსაზღვრულია, მინერალის ასაკი განსაზღვრულია 2 მილიარდი წლით. ხო, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ მეცნიერები დედამიწის ასაკს აფასებენ როგორც 4,2 მილიარდს, ну შუნგიტი ერთ-ერთი ძალიან ძველი მინერალია, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში შუნგიტი შეგვიძლია ნახოთ, აღმოაჩინოთ ორი სახით, ეს არის ბუნებრივი, ამ ბუნებრივშიც არსებობს გრადაციები, მასში ნახშირბადის შემცველობის თვალსაზრისით და დაპრესილი. ეხლა რა სხვაობაა, თქვათ, ვინც მოინდომებს შემდეგ იგივე თქვათ შუნგიტის სამკაული სანამ მინერალის ტარებას და გადააცდება, რომ თურმე არსებობს დაპრესილიც, აქვე განვმართოთ, რომ რა სხვაობაა მათ შორის. დაპრესილი შუნგიტი ეს არის იგივე შუნგიტის ქვის მტვრის და მსხვილი შუნგიტის დაწნეხვით მიღებული მასალა. და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თუ ეს მაღალ ტექნოლოგიურად არის დამუშავებული, რომ მისმა თვისებამ აჯობოს ბუნებრივი შუნგიტის თვისებებს. რატომ? იმიტომ რომ აი ამ დაწნეხვით მიიღება უფრო მაღალი კონცენტრაცია ქვის დიახ და ასევე ის ფულერენები, რომელიც შემდეგ კიდევ ვილაპარაკებთ ფულერენებზე, არის შუნგიტში, ხდება მათი თანაბარი განაწილება და შესაბამისად მაშინ მოიარიცი რა მოდი შევთანხმდით, რომ არასწორად ხმარობ შენ ტერმინს ბუნებრივი და არაბუნებრივი. და ბუნებრივი საწინააღმდეგო ხება. არა, დაპრესილი. ესე იგი ეს არის დამუშავებული და დაუმუშავებელი. უფრო სწორად არის. კი, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით, უბრალოდ დაპრესილს ხშირად აღიქვამენ, ну სხვა მინერალების შემთხვევაში იქ მართლაც არის ხოლმე სხვა რაღაცას ურევენ და ის აღარ აღიქმება როგორც ბუნებრივი და იმ თავდაპირველი ენერგეტიკული თვისებების მატარებელი და შუნგიტის შემთხვევაში ესეა, აი ამიტომ გავაკეთე ეს განმარტება და მადლობა რომ ეს ტერმინოლოგია დავაზუსტეთ და უფრო გასაგები გავხადეთ მაყურებლისთვის. და როგორც თქვით, აი ეს დაპრესილი შუნგიტის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული და ის გამოიყენება კარტრიჯებში, რომელსაც წყლის სისტემაში აყენებენ. აი თქვენ ბრძანებთ, რომ მას აქვს წყლის გამწმენდი ფუნქცია, ზოგადად წყლის გამწმენდი, ჰაერის გამწმენდი ფუნქცია და აი ეს კარტრიჯები ამ შუნგიტის ფხვნილით ახდენენ წყლის ფილტრაციას და მისგან მოშორებას ორგანული ნივთიერებების, რაღაც მინარევების, მძიმე ლითონების, რაღაც რადიოაქტიური ნარჩენების, ხო? თორემ ფტორის. ხო, ყველა აი ამ ორგანული და არაორგანული ზედმეტი, ხო, ფტორი, რომელიც ადრე ძალიან რეკლამირებული იყო და მე თურმე ძალიან ცუდი რაღაცა გამოდგა. ხო. და ასევე თქვენ ახსენეთ შუნგიტის არაჩვეულებრივი ანტისეპტიკური და სადეზინფექციო თვისებები. აი ამდენად იმ თვისებასთან ერთად რომ მას შეუძლია დაგვიცვას გამოსხივებისგან, რადიაციისგან, ასევე მას აქვს აი შემდეგი ესეთი თვისებები. რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობას შუნგიტით, თქვენ ბრძანებთ ასევე წყალი, შუნგიტით გაწმენდილი წყალი ნამდვილად ატარებს სამკურნალო ეფექტს, მაგრამ რა მექანიზმი არის და რითი არის ეს შუნგიტი გამორჩეული? წეგან მე ვახსენე ფულერენი. ეს არის მოლეკულა, შუნგიტი თავისთავად წარმოადგენს ცეს, ნახშირბადს, ხო? მაგრამ ეს ფულერენები, რომელიც შედის შუნგიტში, ნანონაწილაკების სახით, ანუ მათი კონცენტრაცია ძალიან დაბალია, მაგრამ ეს არის საოცარი წარმონაქმნი 90-იან წლებში მათ წლის მოლეკულა თუ არცები 1991 წელს უწოდეს, შემდეგ ის მეცნიერები, რომლებმაც მოახერხეს ლაბორატორიაში სინთეზირება ამ ფულერენების, მათ მიენიჭეს ქიმიაში ნობელის პრემია და რა არის ახლა ეს ფულერენი? როგორც თქვით, ეს არის ნახშირბადის წარმონაქმნი, იქაც არსებობს მსუბუქი და მძიმე, ანუ 24-დან 70 ნახშირბადის ატომამდე მერყეობს ეს თვითონ ამ ფულერენების სიმძიმე. და რა არის ეს ფულერენი? როგორც აღმოჩნდა, ეს არის უნიკალური ანტიოქსიდანტი.
ჩვენ ვიცით სხვა ანტიოქსიდანტებიც ხო, C ვიტამინი, A ვიტამინი და ასე შემდეგ. და მათი მოქმედება რაში არის, რომ ისინი შლიან თავისუფალ რადიკალებს ადამიანის ორგანიზმში და თავისუფალი რადიკალები ვიცით, რომ იწვევს დაბერებას და ასე შემდეგ ესეთ პროცესებს და მაგრამ აი ეს ანტიოქსიდანტებიც ამ თავისუფალ რადიკალებთან შეხებაში თვითონაც იშლებიან მერე და ამიტომ ცნობილია, რომ მათი მოქმედება ორგანიზმში რაღაც წამების განმავლობაში ვრცელდება და ისინი ნეიტრალდება, თუმცა ადამიანის აკვებით და სხვა საშუალებებით მუდმივად აწვდის ხო აი ამ ანტიოქსიდანტებს ორგანიზმს და აი მუდმივად მიმდინარეობს ესეთი ბრძოლა. რაც შეეხება ფულერენებს, ხო? ისინი როგორც ითქვა, არის არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტები, მათ აქვს ცოცხალი მატერიის თვისება და ბიოლოგიური ორგანიზმების რეგენერაციის არაჩვეულებრივი უნარი გააჩნიათ. განსხვავებით აი ზემოთ ჩამოთვლილი ანტიოქსიდანტებისგან მათი მოქმედების ვადა გაცილებით ხანგრძლივია ადამიანის ორგანიზმში, დღეების და კვირეების შეიძლება განმავლობაში გაგრძელდეს და ამდენად აი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეს მოლეკულა თუნდაც ძალიან მცირე კონცენტრაციით არაჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებს და იყო კვლევები და ჩამოთვლილია ის ეფექტები, რომელსაც ის ახდენს, გამომდინარე მისი ანტისეპტიკური და სადეზინფექციო თვისებებიდან ის ახდენს ნებისმიერ დესტრუქციული პროცესის შეჩერებას ორგანიზმში, ისეთი როგორც არის ალერგია, ანთება, სხვათა შორის ხანდაზმულებში დემენციის შეჩერებასაც უწყობს ხელს და სხვადასხვა პათოლოგიებზე ასევე მოქმედებს და აი ეს ეხლა მე დროის სიმცირის გამო ძალიან მოკლედ აღვწერ ამ ყველაფერს, თუმცა ვინც დაინტერესდება შეუძლიათ ფულერენებზე მოიძიოს ინფორმაცია და ნახოს კონკრეტულად და იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც აი ამ მოლეკულაზე ჩატარდა, რა საოცრებების მოხდენა შეუძლია აი ამ ფულერენს, რომელიც ვიმეორებ არის ჩვენი შუნგიტების შემადგენლობაში. კიდევ რა შეიძლება ითქვას? სხვადასხვა მინერალებში შედის ეს ფულერენები? არა, შუნგიტში. მარტო შუნგიტში. არა, შუნგიტში შედის და აი სწორედ მე რო ვთქვი ნობელის პრემია მიანიჭეს თქო, ხო? მიანიჭეს მეცნიერებს იმის გამო, რომ მათ შეძლეს ფულერენის მოლეკულის სინთეზირება. ანუ ნახშირბადის ისეთი რაღაც იზოტოპის და ისეთი მოდიფიკაციის შექმნა, რასაც აკეთებს ეს ფულერენი. და საერთოდ ფიქრობდნენ, რომ ის არის მხოლოდ შესაძლებელი მისი შექმნა ლაბორატორიაში, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს შუნგიტში, მე ვთქვი, რომ ესეც 90-იან წლებში აღმოაჩინეს თვითონ ეს მინერალი და ანუ მარტო ამაში აღმოაჩინეს. მხოლოდ შუნგიტში შეიძლება ჯერ კარგად არ მოუძებნია და სხვაგანაც არის, მაგრამ ამ წუთში ცნობილია, რომ არის შუნგიტში ეს მინერალი, უკაცრავად მოლეკულა, ფულერენის მოლეკულა და ნახეთ აი მთელი ბუკეტი არის შუნგიტი, როგორც დამცავი, ასევე სამკურნალო თვისებების. და თუ უნებას მომცემთ, ჩამოვთვლი უცბად ძალიან მოკლედ სხვა მინერალებსაც, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დაცვითი ფუნქცია შეასრულონ. პირველ რიგში ეს არის კვარცის ჯგუფი. განსაზღვრისმობ ვიბრაციებისგან. დიახ, ელექტრომაგნიტური ტალღების ვიბრაციებისგან, მათ შორის 5 და ასე შემდეგ. და ნუ შუნგიტზე ვისაუბრეთ. ასევე კვარცის ჯგუფი, ეს არის დაწყებული მთის ბროლისგან, ეს უფერო კვარცი, ასევე რაუხტოპაზი, კვამლიან კვარცზე ძახიან, ხო, მოყავის პროვესა. მოძვირიანი ხო? ხო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და ესა და სამკაულები იუველირულ საქმეში ძალიან გავრცელებულია. ციტრინი ასევე, აი მოყვითალო ლიმონის შეფერილობის კვარცი და ვარდისფერი კვარცი. აი ყველა მათგანს აქვს მეტნაკლებად ესეთი დამცავი ფუნქცია ამ რადიაციული ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან და აღსანიშნავია, რომ ეს რაუხტოპაზი კვამლიანი კვარცი ახდენს
ზოგად დამამშვიდებელ და აურის ჰარმონიზაციას ადამიანისას და ის ოდითგანვე ითვლება ერთ-ერთ ძლიერ დამცავ საშუალებას, ასევე ციტრინი წმენდს აურას ნეგატიური ენერგიებისგან და თავისთავად ციტრინს კიდე ეს მისი ყვითელი ფერი, რომელიც ყვითელი გამწმენდი ფერია თავისთავად, აი ხასიათდება ასევე ამ უნარით. რაც შეეხება შავი შეფერილობის ქვებს, რომლებსაც აქვთ როგორც აი თქვა პირდაპირ ელექტრომაგნიტური ტალღების, ასევე ფსი გამოსხივება, ხო, აი ეს შავი ცუდი თვალი თუ ბოროტი თვალი თუ რაღაცა, ხო, ეს ხო ეს ეგრეთ წოდებული ფსი ენერგია არის, რომელიც არის ნეგატიური, ხო? და ჩვენ ვიცით, ჩვენში არსებული და საქართველოში გავრცელებული მინერალი არ არის გიშერი და ჩამოთვალოთ ახლა სხვა ქვებიც, აი შავი ტურმალინი მაგალითად. თქვა ერთი რაღაცა ძალიან საინტერესო. რაც შეეხება მრავლობას. ხო. არის ესეთი ისე ხომ, მე არ ვიცი რამდენად საიდან მოდის ეს არ ლამაზი არის და დამცავი ძალიან ძლიერი ფუნქცია და ესეთი ის არის რომ გააკეთო ესე იგი თხელი ანათალი ამისი თურმე და ესე გაიხედო როგორც ლუპაში. შეიძლება დაინახო სხვა განზომილების არსებებიო. ესე იგი თურმე ესე უყურებდნენ რაღაც მაჯლაჯუნებს, ჯოჯოებს, ვიღაცებს ეგ შამანები და ესენი. მაჯლაჯუნების და ჯოჯოების ძალიან საინტერესოა, თუმცა მაჯლაჯუნების და ჯოჯოების დანახვა ძალიან მარტივია. აი რუსეთში გავრცელებული ბელაია გარიაჩკა. ხო, თუ მიხვალ ადამიანი იმ მდგომარეობამდე მე მაჯლაჯუნები და ჯოჯოები უპრობლემო. სხვათა შორის ამას წინათ უსმენდი პიოტრ გარიაევის ერთ-ერთ ჩანაწერს, რაც გამოგიგზავნით აუცილებლად და აი იქ იყო ძალიან საინტერესო და კი, ქვებს აქვს ისეთი სტრუქტურა, ეს კრისტალური მესერი, რომ მართლა საინტერესოა იქ რო გაიხედავ, რას დაინახავ. ერთი უნდა სად როგორი უნდა იყოს ანათალი რამსისქე? ძალიან თხელი ალბათ, ძალიან თხელი არსებობს, ხო ეგეთები. კიდე აი რა დაინტერესებს მსმენელს დაბეტყვი, კიდე რა ქვები შეიძლება გამოვიყენოთ აი ამ დასხივების საწინააღმდეგოდ, მათ შორის აი 5 ჯისგან ესეც გამოსხივება, ესეც არის, რომელსაც აქვს თავისი მავნე ვიბრაციები. შავი ტურმალინი შერლს უწოდებენ, არის ძლიერი დამცავი. რას უწოდებენ? შერლი. ტურმალინი არის სხვადასხვა ფერები და შავ ტურმალინს ეძახიან შერლი. და არის ძალიან ძლიერი დამცავი, ელექტრომაგნიტურ ტალღებს აირეკლავს და შესაბამისად გაწმენდასაც არ საჭიროებს. ასევე ამაზონიტია ეს ლამაზი მომწვანო ქვა, ხო, მშვენივრად შთანთქავს ელექტრომაგნიტურ დაბინძურებას. მალახიტი, ჩვენი საყვარელი მალახიტი მწვანე ქვა, ასევე თურმე კარგი დაცვა არის რადიაციისგან. ჰემატიტი არის ესეთი ქვა, აი ყველა სურათებს თქვენ ნახავთ ამ გადაცემის განმავლობაში. ხიტი რო ითვლება ოდითგანვე რუსეთში მაინც და სლავურ ქვეყნებში მათ მტრებისგან დამცავად და საუბრად როცა მიდიოდნენ მტრის შემოსევაც როცა იყო მალახიტის ზოგადად ხო საგნები მიყოლდნენ დამცავია ხო ძალიან ბევრია მტრებისგან ბუნებრივი ქვებისგან დიახ არის დამცავი აი ჰემატიტი კიდე თუ ჰემატიტს მოვათავსებთ სამუშაო ადგილთან აი სადაც კომპიუტერი დგას ან Wi-Fi როუტერთან ახლოს ის შეძლებს რომ მაქსიმალურად განიტრალოს აი ჰემატიტი დიახ რა ფერის არის? ჰემატიტი არის შავი. აი თუ ამ ჩვენ გადაცემაში ამ სურათებში გვაქვს ეს ჰემატიტი და შეიძლება ამის ნახვა თუ არა და უფრო მეტად ვინც დაინტერესდება შეიძლება ამის მონახვა ინტერნეტში. ავანტიურინი ესეც მომწვანო ქვა არის, ისევე როგორც თქვათ ამაზონიტი უფრო მოცისფრო მომწვანოც არის. ავანტიურინიც მშვენივრად შთანთქავს უარყოფით ენერგიას და გამოსხივებას. ფლუორიტი ასევე
აი ეს ფერადი არის იასამნისფერი, მომწვანო, მოყვითალო ფერი, ძალიან ლამაზი მინერალია და ისიც ხასიათდება გაწმენდის და სტაბილიზაციის უნარით. პირიტი კიდევ არსებობს ესეთი მოყვითალო ფერის ქვა, ბევრი ლითონ შეიცავს. აი ესეც უბრალოდ აი სახელები ჩამოთვალე, რომ როცა ექნება ვთქვათ მსმენელს მაყურებელს შეხება მასთან, იცოდეს რომ მათ აი ესეთი თვისებები გააჩნია და ბოლოს კიდევ ერთი მინერალი ბარიტი, რომელიც ძალიან ეფექტურია ასევე და აი ამ ბარიტისგან ამზადებენ დამცავ ეკრანებს და აი ამ დამცავ ეკრანის საშუალებით ვთქვათ იგივე ატომურ ელექტროსადგურებში და იქ სადაც მაღალი რადიაციული ფონია აი ამ დამცავ ეკრანის საშუალებით ადამიანს შეუძლია იმუშაოს ახლოს რადიაციის წყაროსთან და არ მიიღოს დაზიანება. რა სახით არის დამცავი? ასევე როგორც ჩანს შთამთქავს ეს ბარიტის ნაწილაკები აი მოაკვეთილი. რა სახით არის? ბარიტი თვითონ არის მინერალი, აი სხვათა შორის თქვენ ბრძანეთ საღებავი და აი ამ ბარიტს იყენებენ ხოლმე სამკურნალო დაწესებულებებში, რენტგენის კაბინეტებში და ტომოგრაფიის კაბინეტებში, აი ამ ბარიტის მინერალით განზავებული საღებავით ფარავენ კედლებს, რომელიც აი შთანთქავს ამ გამოსხივებას და ძალიან ეფექტური არის აი ეს რენტგენის X გამოსხივებას რო ეძახიან, აი მის ნეიტრალიზაციასაც ახდენს. და ბარიუმი ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მაგრამ სამწუხაროდ როგორც მინერალი ის საველირო ნაკეთობებში არ გვხვდება და შესაბამისად ისევე ახლა როგორც თქვენ ატარებთ შუნგიტის მძივს, ბარიუმის მძივი მე არ მინახავს გამიგია, თუმცა აი მასაც ახასიათებს ესეთი დაცვითი ეფექტი. აი ეს ძალიან მოკლედ რაც გვინდოდა გვეთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დიდი ფართო დიაპაზონია. ძალიან შუნგიტი არის როგორც ამათი მეფე ვთქვათ, ხო? შემთხვევაში ნამდვილად, იმიტომ რომ უნიკალური თვისებები ახასიათებს. დანარჩენს გამოყენებაც შეიძლება და ზოგი შეიძლება ხო ლაზურიტი რაღაცა უფრო ლამაზიც არის და ვიღაცას უფრო ლამაზი მოეწონოს. სილამაზის გამო აიღოს, მithunes წვანეთვალები თუ აქ ვიღაცას. და მე რა მაინტერესებს, იცი ხა ესეთი დიაპაზონი არის, ფართესპექტრი არის ამ ქვების, ხო? ნუ თქვათ აი ერთია რომ გაიკეთებს სამკაულს და მე ყოველთვის მომხრე ვარ რომ ახლოს იყოს ეფარისებულ ჟირკვალთან, ციცერთან და თავთან. და მესაყურეების სახითაც ეს ქარვის მაგალითად ადრეც ხა ეგვიპტელები იყვნენ თუ ინდოეთში თუ სადღაც ვინც იყვნენ გვაროვნები, იმათ ყველას ქონდათ ხოლმე თავს სამკაულებს ეს გაკეთებული. ეს ტყუილად არ იყო რა თქმა უნდა, თავს იცავდა ყველაფრისაგან. ამიტომ მე რო გითხარით რომ იგივე ნაჭრები გამოვიდა, ახლა ქსოვილები, ეცადეთ რომ თუ დასაცმელი არის თავსაფარები მაინც გაიკეთოთ, რომ თავიდან შედის, მაინც ტვინზე მოქმედება ხდება ყველაფრის თავი და თავი რა. და აი ამ შემთხვევაში თქვათ აი ბავშვები და კომპიუტერი, ხო ეს გამოსხივებები კომპიუტერის, იგივე ბავშვებს იგივე ვიბრაციებში ხვდებიან ეს ბავშვებიც, თუმცა აცრილებს უფრო როგორც თქვით, უფრო შეიწოვენ თუ უფრო მიიღებენ აი. ხო, იმიტომ რომ მასში შიგნით არის ნიუტრიენტები, რომ კიდევ ერთხელ რომ მხოლოდ ეს ახალი ტექნოლოგია, Pfizer-ი, Moderna-ზე ლაპარაკი, სხვა ვაქცინებზე არა. და ისიც ნაწილში იყო შესული, ყველაში არა. ძალიან ბევრი პლაცებო იყო, ხო. პლაცებოც იყო და თვითონ ისიც რომელიც პლაცებო არ იყო, მაგრამ გრაფენის ოქსიდი ყველა პარტიაში არ არის აღმოჩენილი. ხო, ნუ იქ ექსპერიმენტს ვიტარებდნენ და სხვადასხვა მოდიფიკაციები იყო. ხო, იმიტომაც იყო წვანე პასპორტები, რომ იხწერია ვის რომელია გაკეთებული, ამიტომ უნდათ ყველასთვის მიეცათ წვანე პასპორტები, ანუ ის კი არ იყო რომ კაფეში შევა თუ არა ადამიანი. Susținut că nu agricul copilul vis Romelia da desebule. Da vis era gălina შეიძლება იქონიო შემდგომში. შემდგომი კვლევის და შესწავლისთვის. ხო. მაგრამ მე ჩემი კითხვა სხვა რამეშია. აი ბავშვები რო ხედავენ კომპიუტერთან და ამ ხელა გამოსხივებას იღებენ, ხო? ერთადერთი მე რას თავი დროზე რას მივაგენი სცენარებიდან ეს იყო კაქტუსების გარკვეული ჯგუფი და ასპარაგუსი, პატარა ასპარაგუსები, რომელიც მოდიადგა შუაში. ასევე მივაგენი ერთ რამეს, მაგრამ ეს უკვე ჩემი დაკვირვების ის არის. ეს არის გოგრა, კვახი, პატარა ნაჭერი კვახი რო დადონ იმასთან კომპიუტერსა და ბავშვის ის რამდენიმე დღე 2-3 კვირა. აი ეს შუნკიტის ნატეხებია ეს ჰემატიტი რო თქვი, აი შეიძლება დაიდოს ნატეხების სახით, არ არის ეს ხო, ქვების სახით ეკრანსა და ვთქვათ ადამიანს შორის და ის ნაწილობრივ აი ამ გამოსხივებას შთანთქავს და
ასევე თუმცა ახლა პატარა ბავშვები და ეს ახალი თაობა ცოტა სხვანაირად არიან მოწყობილი და მათ უფრო უკვე ბუნებრივად აქვთ ის რაღაც დაცვის მექანიზმები, რომელიც შეიძლება ჩვენ თაობას ამ ახალ სიხშირეებზე არიან დაბადებულები და ჩვენ შედარებით ხო, მაგრამ გამოსხივები რადიაციისგან და ვიბრაციისგან დაცულები ვერ იქნებიან. და მათ უფრო მაღალი ვიბრაციები აქვს და უკეთესად უძლებენ აი ამ მაღალ ვიბრაციებს. არა, კარგია თქო იმას არ ვამბობ და ეს 5G ვინც მოიკითხავს და ნახავს, კვლევები არსებობს, რომელიც განსაზღვრულ დიაპაზონში ამ ვიბრაციების სამრხევების, ტალღის აბსოლუტურად მომაკვდინებელია. თქვენს გადაცემაშიც იყო ამაზე ლაპარაკი, ხო? ის ცხოველებზეც არის ექსპერიმენტები ჩატარებული, მაგრამ ბავშვებზე სტატისტიკა არ აქვს ესეთი. ხო, და ბავშვი ზოგადად ახლა მაინც უფრო მოძრავია, მაინც ეს ნივთიერებათა ცვლა, ხო, ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ნივთიერებათა ცვლა უფრო ჩქარა ხდება, ხო, ვიდრე მოზრდილის ორგანიზმში და მეტი და დამცავი მექანიზმია მათში ჩადებული და სასურველია რომ ბავშვი მეტხანს იყოს ბუნებაში, ხო, რომ ცნობილია რომ აი ეს ხო, ბუნებას რა თქმა უნდა, მაგრამ 5G-სგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება არის აი ეს სიმწვანე ხეები. ზუსტად. ერთ-ერთი საშუალება და ყველაზე ძლიერი ეს არის ხეები. ამიტომ ახლა გლობალისტებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს ტყეების გადაწვა. ჩვენ რო ვერ ხვდებოდით რატო წვავენ, ზუსტად იმიტომ, რომ აი ეს უშლის იმ ვიბრაციების გავრცელებას. რადიაციის გავრცელებას. და ეზოებში ვისაც აქვს ეს მაღალი ხეები, განსაკუთრებით ალბის ხეები და წინამთავრობა რო დაერია ალბის ხეებს გახსოვთ ალბათ, ხო? ჭადრებს და ალბის ხეებს. ეს ალერგიული არისო. თურმე ჩვენ იმაზე კი არ ზრუნავდნენ ალერგიის მაჩვენებლებზე. თურმე ეს იმიტომ იყო ალბის ხე უნივერსალური დამცველი არის, როგორც ქარის დამჭერი ყოფილა. რა თქმა უნდა. და ღვარცოფის ასე ყოფილა აი ამ ვიბრაციების დამჭერი და დაცვა. ამიტომ გირჩევთ რომ ყველამ გაზარდეთ თქვენ ეზოებში ჩარგით ხეები და თუ კი არის გარშემო ხეები, არავითარ შემთხვევაში მათი მოჭრა არ დაუშვა და ტყე შეუნახე შვილებსა უტყვილ არ არის ნათქვამი. იმღეროთ ეს სიმღერა, გაუფრთხილდეთ ტყეს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და აი ამ ვიბრაციებს რაც არის მოსული კოსმოსიდან, რაც არის გლობალისტებიდან თუ ჰარპის სისტემებიდან როგორც არის, აი იმას ნუ დაუმატებთ კიდე ჩვენი აგრესიული განწყობების ვიბრაციებს და ჩვენი ურთიერთშეურაცხყოფის ვიბრაციებს. ეს მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, მე ვამბობ იმას, რომ რასაც გაუშვებთ ის გვიბრუნდება რა. და თუ კი ჩვენ უშვებთ აგრესიის და ცუდ ვიბრაციას, ის ათმაგად დაგვიბრუნდება უკან. ამიტომ როცა ამბობ რომ სიყვარული გადაგვარჩენსო, ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს არის ნამდვილად ესე. თუ კი ჩვენ გაუშვებთ ერთმანეთის მიმართ და კოსმოსში სიყვარულის ვიბრაციას, მაშინ დაგვიბრუნდება ისევ სიყვარულის ვიბრაცია. და მოდით მეგობრებო, გავითვალისწინოთ ეს ჩვენი რჩევები. მადლობა უთხრათ ქალბატონ მაიას ესეც საინტერესო ინფორმაციისათვის და გვიყვარდეს ერთმანეთი, დავნაგდეთ, დავწნარდეთ და უკუვალდოთ ეს აგრესიულობა, დავიდავანებოთ ბრძოლას ერთმანეთთან და ვიყვეთ ტოლერანტულები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავუშვათ კოსმოსში სიყვარული და ვთხოვოთ რომ ღმერთმა დაგვიფაროს. დაგვიფაროს ყველანაირი ვიბრაციისგან, როგორც მზის აფეთქები წარმოშობილის, ასევე კაცობრიობის მტრების მიერ გამოგზავნილის და ხელოვნურად შექმნილის. ამით. გაგრძელდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.